წინა ვიდეოში მადლიერებაზე ვისაუბრე. მოდი ახლა უმადლიერებას შევხვდეთ. როცა ჩვენს მიერ გაღებულ სიკეთეს, დროსა და ენერგიას სხვები ისე იღებენ თითქოს ეს ჩვენი ვალია, აქ იწყება შინაგანი კრიზისი. უმადლიერობა სხვის მხრიდან არის ემოციური ვამპირიზმი, რომელიც გვაწვის ენერგიას. თუმცა ამას სხვა კუთხით შევხედოთ ახლა. და თუ სხვა კუთხით შევხედავთ, ეს არის შანსი გადავიდეთ ვაჭრობიდან მსახურებაზე. ხშირად როცა სიკეთეს ვაკეთებთ, გვეცნობიერად ვდებთ გარიგებას. მე მოგწევ ამას, შენ კი სანაცვლოდ დამბრუნებ მადლიერებას, აღიარებას. თუ მადლობა არ მოვიდა, მაშინ ჩვენ ბრაზდებით, გული ღვთქივა, რადგან ვაჭრობა ჩაიშალა. რატო? ვაჭარი გასცემს იმისთვის, რომ მიიღოს სანაცვლოდ, მისი ბედნიერება სხვის რეაქციაზეა დამოკიდებული. ხოლო წყარო გასცემს იმიტომ, რომ სავსეა. მზე არ წვეთს ნათებას იმის გამო, რომ ვიღაცას მისი სხივები არ მოსწონს, ან მადლობას არ ეუბნებიან მზეს. თუ შენი სიკეთის შემდეგ წყენას გრძნო, ეს ნიშნავს, რომ შენ არა გაეცი, არამედ გაასესხე და პროცენტის სახით მადლიერებას ელოდები. დაუბრუნდეთ ახლა ისე 10 კეთრომის იგავს, რომელიც მადლიერების დროს გავიხსენეთ. ცოტა თუ არა ქრისტემ, რომ 10-დან 9 არ დაბრუნდებოდა მისთვის მადლობის გადასახადად. რა თქმა უნდა, იცოდა, მაგრამ შეწყვიტა მან განკურნება ამის გამო, რა თქმა უნდა, არა. ეს არის უმადლობასთან ბრძოლის უმაღლესი პილოტაჟი. აკეთო სიკეთე არა იმიტომ, რომ სხვა ამის ღირსი არის, არამედ იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი, შენ ხარ სიკეთის მკეთებელი. სხვისი უმადლობა არის მისი პრობლემა. შენი რეაქცია ამ უბედურებაზე არის შენი პრობლემა. უმადლობით გამოწვეული ტკივილებისაგან, წვენისაგან, თავის დასაცავად საუკეთესო გზა არის მოლოდინების გაუქმება რაღაცის გაკეთების წინ. მაგრამ როგორ? როცა გძნობთ, რომ ვიღაცის უმადლობა გტკენთ, კითხეთ საკუთარ თავს. პირველი. რისთვის გავაკეთე ეს? თუ პასუხი არ უნდა გავაკეთე მისი დახმარებისთვის, მაშინ დახმარება უკვე მოხდა და მიზანი არის მიღწეული. თუ პასუხი არ უნდა, იმიტომ გავაკეთე, რომ მე დავეფასებინე, დაენახა ჩემი სიკეთე, მაშინ ეს ეგოს თამაში ყოფილა თქვენში. მეორე, მისი მადლიერება მჭირდება სინამდვილეში. ხშირად ჩვენ გარედან ვიხოთ იმას, რასაც საკუთარ თავს არ ვაძლევთ. შეაკეთეთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ გქონდათ ძალა და რესურსი სხვის დასახმარებლად, შეიძლება ზოგს არც გქონდეს. სწორედ სხვისი უმადლობა არის ფილტრი, რომელიც წმენს შენს мотиваციას. ის გაიძულებს გახდე უფრო ძლიერი, უფრო ავტონომიური, უფრო ღრმა. საბოლოო ჯამში შენ გასცემ არა იმიტომ, რომ გჭირდებათ, თუ სჭირდებათ ადამიანებს მადლიერებაში გჭირდება მადლიერება, არამედ იმიტომ, რომ შენში არის სიუხვე, რომელიც უნდა დაიხვალოს. მადლი ქენი გაიარეო, ეს არ არის მხოლოდ ანდაზა, ეს არის თქვარი ფსიქიკური ჰიგიენის ოქროს წესი. თუმცა მადლიერება არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს უფლება არ მისცეთ დაინახოთ რეალობა. თუ ვინმე სისტემატურად პასუხობს თქვენს სიკეთეს უმადლობით, ან ოროდაც ეს ხდება ხოლმე, აქ საქმეში შემოდის სულიერი ჰიგიენის წესი. ხშირად გონია, რომ სიკეთის კეთება ყველას მიმართ და ყოველთვის ქრისტიანული სათნოებაა, თუმცა გაიხსენეთ, რომ თავმოყრილი გვაძლევს კაცრ, მაგრამ საჭირო გაფრთხილებას. რა არის გაფრთხილება? ნუ მისცემთ სიწმინდეს, მისცემთ მარგალიტებს, ძაღლებს, ღორებს, ასე გვეუბნება, თუმცა დაუყრით თქვენს მარგალიტებს, ღორებსო, თუმცა სიწმინდეს, ძაღლებსო, რათა არ გათელონ ისინი თავიანთი ფეხებით და არ მოგიბრუნდნენ და არ დაგიჯონ თქვენ. წერია ეს ახალებაში. ახლა ციტირებას არ ვახდენ ზუსტად. ეს სიტყვები არ არის სხვისი დამცირება, რა თქმა უნდა, ეს არის რესურსების მართვის მეთოდი. სხვა მრავალ მნიშვნელობასთან ერთად ამ შემთხვევაში მარგალიტები, სიწმინდე, ეს არის თქვენი დრო, ენერგია, სიყვარული და ის სიკეთეა, რასაც გასცემთ. ხო და თუ მას აძლევთ იმას, ვისაც მისი ფასი არ ესმის, ვინც მას გათელავს, შედეგად მიიღებთ არა მადლიერებას, არამედ აგრესიას. მოგიბრუნდებათ და დაგეგლეჭთ. სხვა სოლუშენი შეიძლება ეს თავს გავიგოთ. უმადლობა გვტკენს მაშინ, როცა ჩვენი გაცემა იყო ერთგვარი ინვესტიცია, მაშინ გვტკენს და არა საჩუქარი. თუ საჩუქარი იყო, არ გვტკენს. როცა საზღვრები არ გვაქვს, ჩვენ გავცემთ საკუთარი თავის საზიანოდ. შემდეგ ისვისგან ვითხოვთ ამ დანაკლისის
გაცემის ანაზღაურებას მადლიერებით. ხო და როცა ამას ვერ ვიღებთ, გვგრძნობთ დაცარიელებას. თქმის. თუ გაცემის შემდეგ თქვენი ღირსება ილახება, ან სასიცოცხლო რესურსი ნულდება, ეს ნიშნავს, რომ მარგალიტებს არასწორ ადგილას ყრით. ასეთ დროს როგორ უპასუხოთ უმადურობას? გთავაზობთ სამ ნაბიჯს. პირველი, დისტანცირება. თუ ხედავთ, რომ თქვენი სიკრეტი ადამიანს არ ცვლის და მხოლოდ აზარმაცებს ან აბოროტებს, ცვლის პრინციპში, მაგრამ ესეც უდად ცვლის, მაშინ შეწყვეტეთ გაცემა, ეს არის სიყვარულის აქტი, რადგან თქვენ მას საშუალებას აძლევთ თავადაც ისწავლოს მადლიერების და გაცემის ფაზი. მეორე ნაბიჯი, ეს არის მოტივაციის რევიზია. კითხეთ საკუთარ თავს. ვაკეთებდი ამას იმიტომ, რომ მადლობა მიმეღო და თუ იმიტომ ვაკეთებდი, რომ სხვაგვარად არ შემეძლო. თუ პასუხი პირველი, ანუ აკეთებდი იმიტომ, რომ მადლობა მიიღოთ, მაშინ აპატიეთ საკუთარ თავს ეს სისუსტე და გათავისუფლდით ამ განცდისგან. და მესამე ნაბიჯი. მადლიერების გაკვეთილისთვის, ესე ვთქვათ, მოკლედ უნდა ჩვენ უნდა იყოთ მადლიერი ამ უმადური ადამიანის მიმართ, რადგან მან დაგვანახა სად გვაქვს ხვრელი საზღვრებში, სად გვაქვს ხვრელი. მან გვასწავლა, რომ ჩვენი მარგალიტები ძვირფასია და მათ გაფრთხილება სჭირდება. დასკვნის სახით გეტყვით, რომ ნამდვილი მადლიერება საკუთარი თავის დაფასებით იწყება. ჩვენ ვერ იქნებით მადლიერი სამყაროსი, თუ მუდმივად გლეჯთ საკუთარ თავს იმად სასარგებლოდ, ვინც ამას არ აფასებს. იყოთ გულუხვი, მაგრამ იყოთ გონიერებიც.